სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და ალბათ გაცემული ამაზე პასუხი მე მახსოვს და თქვენ შეიძლება იცოდეთ, მაგრამ ძალიან ბევრს არ ესმის ეს. განსაკუთრებით ლაპარაკია ქარიზმატებზე, შეიძლება მართლმადიდებსაც ესეთი ამბიცია ქონდეთ, რასაც აქ მოისმენთ ლაპარაკია მათეს სახარებაში, როდესაც არის მითითება, ეს არის მე-18 თავი. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაში შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნით, დედამიწაზე გახსნილი იქნება ზეცაშიც. ასევე ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, თუ ორი თქვენგანი შეთანხმება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ მიეცემათ მათ ჩემი მამისაგან, რომელიც ზეცაშია, ვინაიდან სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ მათ შორის. და ეს არის რომ ძალიან ბევრს შეცდომაში იმაშრება და არასწორად აქ ეს გაგებული. აბა მოусმინოთ რას როგორ არის ქალბატონი, რომელიც ამ კითხვას სვავს. სალამი ჯონ, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე და ჩემი ქმარი ახალწვეულები ვართ გრეისის თემის თქვენს ეკლესიაში და ჩემი ქმარი ყოველთვის ევადრებოდა უფალს, რომ სწორ ეკლესიამდე მივეყვანეთ მას. ამიტომ გძნობ, რომ ეს სწორ ადგილზე მოუყვანივართ და მადლობას უხდით უფალს, რომ გიპოვნეთ. ჩვენც მადლობას გიხდით, რომ აქ ახართ გრეისში, უპასუხა ჯონ მაკარტურმა. დიახ, ჩემი კითხვა ამაში მდგომარეობს. თქვენ იქადაგეთ მათეს სახარების მე-18 თავი, დისციპლინის შესახებ. და ქარიზმატულმა მეგობრებმა მე მახსოვს, ეს გამოიყენეს ეს ლოცვა ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, ყველაფრისათვის, რასაც კი ითხოვდით მისი სახელით. ჯონ მაკარტური, ვიცი, მე ვიცნობ ამას და მართალია და კითხვის დამცველი აგრძელებს. და თქვენ იცით ჯონ ეს პასუხი. შეიძლება თუ არა ეს აბზაცები ლოცვისათვის რაიმეს გამოყენებლა თუ ის მკაცრად მხოლოდ დისციპლინას ეხება. ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ვფიქრობ, რომ ისინი ძირითადად ეკლესიის დისციპლინისაკენ არიან მიმართულები. სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ. ეს არის დისციპლინა. და სადაც ნათქვამია თუ რომელი თქვენგან დედამიწაზე შეთანხმდება რაიმე შესახებ, ეს არის დისციპლინა. დიახ, ეს არის ეკლესიის დისციპლინის მდგომარეობა. თქვენ სთხოვთ მამას და ის მოგცემთ და ამის გარდა კიდევ არსებობს უფრო კიდევ დიდი პრინციპი. ეს არის იოანეს მე-14 თავი, გახსოვთ მე-13 მუხლი, რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, იმას გავაკეთებ, რათა გამდიდეს მამა. ასე რომ თქვენ გაქვთ იგივე იდეა. თქვენ რაიმეს ითხოვთ მის სახელით, ის ამას გააკეთებს, მაგრამ ის რაც უნდა გესმოდეთ, არის ის, რაც ნიშნავს მისი სახელით. მოусმინეთ, მისი სახელით რაიმეს თხოვნა. ხედავთ, ეს არის კვალიფიკაცია. ხოლო ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ღმერთი კუთხეში მოამწყდიონ, კუთხეში დააყენონ და უთხრან, იესოს სახელით ეს გააკეთე. და გუშინ წერილი მივიღე ერთი ახალგაზრდასაგან და ის მწერს. მე უსმენდი თქვენ ქარიზმატულ კრიტიკას, ქარიზმატების შესახებ სერიალები რომ ჩაწერეთ რადიოში და მე დავასკვნი, რომ თქვენ არა გაქვთ ღვთისმსული, თქვენ არა გაქვთ სული წმინდა და თქვენ არ იცნობთ ღმერთს. არ იცით მისი სასწაულები და მე მინდა მოგიყვეთ ერთი სასწაულის შესახებ. და მან თქვა, მომიყვა. მე ვიყავით ჩემს პიკაპში, პიკაპი ეს არის ბევრი ამას სხვადასხვანაირად უძახის, მაგალითად ავსტრალიის სხვადასხვანაირად ეთქვა, ეს არის მსუბუქი სატვირთო მანქანა. ძალიან პოპულარული თვით ქალაქებშიც, ხო, სოფლებში ხო საერთოდ, სადაც არის countryside და სადაც ფერმერები არიან და ქალაქშიც ახლა ძალიან პოპულარულია. ჭირდებათ, არ ჭირდებათ, ბევრი ყიდულობს ამას. ეს არის მანქანა, რომელიც არის, იცით, უკვე თქვენთანაც მგონი ღვთლები იდგნენ და იქიდან წყალს ასხურებდნენ, ხო? უფრო ბევრ სტატუსის გამო, ძალის გამო ამბობს, უფრო გამტანი არის თოლში და იმაში და უფრო ბევრს უყვარს სიჩქარისა და ძალის და სიდიდის გამო. პიკაპები, ხო? აქ შეიძლება ტრაკებს უძახდნენ. ტრაკი პატარა სატვირთო მანქანა არის. და ეს იყო სპეციალური GMC-ის 1963 წლის პიკაპი, ანუ კლასიკური, ახლა თუ 80-იანი წლებია, ეს კლასიკური მანქანა იყო
და ის ამბობს, რომ მე ტალახში ჩავარდიო და ამაზე ეთყობა აქცენტსაც აკეთებს ჯონ მაკარტური, რომ როგორი პიროვნება იყო, რომ ამითი ტრაბახობდა ან რაღაცა თავს იწონებდა. და მან თქვა, მე კიდე გზიდან უკვე 150 იარდის დაშორებით ვიყავი, როცა ეს მანქანა ჩავარდაო და წვიმის შუაგულში ტალახში მჯდომა სულიწმინდას უბრძანე, რომ აეწია სატვირთო მანქანა და ამომეყვანე გზაზეო. და მან თქვა, ამ დროს დიდი ხელი გამოვიდა ზეციდან, ასწია ჩემი სატვირთო მანქანა და გამაფრენა გზაზეო. ხედავთ? და ერთმა კაცმა, რომელიც გვერდით იდგა, თქვა, რომ ბორბლები მიწას არასოდეს შეხებიაო. ახლა გეუნები ძმაო მაკარტურ, ეს სასწაულია. და მე ვთქვი, ჩემს გულში, რომ სასწაულია ის, რომ მას აქვს ამდენი საკმარისი ნერვები, რომ მოიგონოს ასეთი სისულელე ზღაპარი. და მოგვიანებით მან თქვა, რომ სადღაც ქარბუქი იყო, ღმერთს უბრძანა მან, რომ შეჩერებული იყო ქარბუქი იესოს სახელით და ღმერთმა შეაჩერა. ალბათ ტორნადოზე იყო ლაპარაკი. და მე და ჯონ მაკარტური აგზელებს. ხალხო მომისმინეთ, ღმერთი არ არის ჯინი. ალადინში რო არის ჯინი, ხო ვიცით? შენ არ გახეხავ შენ პატარა ლამპას და იქ გადმოხდება იქიდან და აკეთებს იმას, რაც შენ გინდა. და როდესაც ეს ხალხი ამას აკეთებს, ისინი ამითი ესხმიან ღმერთის ხასიათს, მის პიროვნებას. ესეთები არიან, ამას წინებზე ქალბატონმა რო ახსენა, ხომ? კენეთ კოპელენდი, კენეთ ჰეგანი, ფრედერიკ პრაისი, რომლებსაც თქვენ ყოველდღიურად ხედავთ ტელევიზიებში. ეს მათი ქადაგებები თავს ესხმის ღმერთის ხასიათს. ეს მათი ლეგენდები, მითები და აქცევს ღმერთს სხვა არაფრად თუ არა ადამიანად, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რაც ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ. ახლა როდესაც ღმერთი ამბობს, ჩემი სახელით ითხოვთ, ეს ნიშნავს იმას, თუ ვინ არის ღმერთი და რა არის მისი ნება. და ერთადერთი რისი თხოვნაც თქვენ გააქვთ, ის რაც ქრისტეს ნებაშია ხალხო. ეს არის ერთადერთი, რასაც ის მოგცემთ. და ის არ არის ვალდებული მოგცეს ის, რაც ჩვენ გვინდა. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.